კიდევ ერთი ჩართვა ბრიუსელიდან, უფრო კონკრეტულად როგორ ჩაიარა დღევანდელმა შეხვედრებმა მინისტერიალის ფარგლებში. ახლა ჩვენ შეკითხვებს ბელგიის დედაქალაქიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე უპასუხებს. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. საღამომშვიდობის. ქალბატონო მაია, დღეს თქვენ შეხვდით ამერიკის სახელმწიფო მდივანს ვილნიუსის სამიტის შემდეგ. ეს იყო პირველი შეხვედრა ამერიკელ მაღალჩინოსთან იმ დროში, რაც საჭიროა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე. რა სახის მხარდაჭერას მიიღებს საქართველო ამერიკიდან, მით უმეტეს რომ ამ პერიოდში მოსალოდნელია რუსეთიდან ზეწოლის გაძლიერება? თქვენ პრინციპში ესეთი ღრმა და ყოვლისმომცველი სიუჟეტი გაუშვით ახლა, რომელიც მე ვნახე, რომ აღარც ვიცი რა უნდა დავამატო, ასე რომ ყველაფერი ნათქვამია ფაქტიურად. თავარი არის ის, რომ ეს ჩემი მეორე შეხვედრა იყო სახელმწიფო მდივანთან, პირველი ვილნიუსის მერე სწორად ბრძანეთ და ჩვენ განვიხილეთ როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის საკითხები. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს იმას, თუ რაც მოხდა საქართველოში გასული წლის მანძილზე. ეს არის ის რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ, ეს არის კოაბიტაციის რთული წელი, რომელიც მშვიდობიანად დავასრულეთ და ეს არის ის არჩევნები პირველ რიგში, რომელიც ჩავატარეთ 27 ოქტომბერს. აქედან გამომდინარე, ამან მიგვიყვანა ჩვენ ვილნიუსის სამიტის წარმატებამდე, რომლის შეფასება ამერიკული მხრიდან არის ასევე ძალიან მაღალი და ჩვენ გვაქვს გარანტია იმისი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერში დაგვიდგება მხარში და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ გვექნება სრული გარანტია მათი მხარდაჭერისა ყველა მიმართულებით. იქნება ეს ევროპული მიმართულება თუ იქნება ეს ევროატლანტიკური მიმართულება. ასე რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ შეხვედრით, რომელზედაც განხილული იყო საკითხების ფართო სპექტრი. დაწყებული რუსეთიდან, ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა, სწორედ სოჭზე მინდა გკითხოთ. წარმატება და ასე შემდეგ. ქალბატონო მაია, თქვენ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში ახსენეთ სოჭის ოლიმპიადა. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რა მიმართულებით იყო სოჭის გარშემო საუბარი და ზოგადად როგორი ამერიკის შეფასება ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობაზე? ამერიკის შეფასება არის დადებითი. ბატონი კერი შემეკითხა, თუ ვინ მიემგზავრება სოჭის ოლიმპიადაზე, მე მას ვუთხარი, რომ გაემგზავრება სპორტული გუნდი და გარდა ამისა ოლიმპიური კომიტეტი ეს მათ სრულიად ადეკვატურად მიიჩნია და დადებითად გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ჩვენ ბოიკოტს არ უცხადებთ სოჭის ოლიმპიურ თამაშებს. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, დღესაც გრძელდებოდა ქარალის რაიონში ამ მავთულხლართების აღმართვის პროცესი. როგორ შეფასებას აძლევს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ზოგადად იმ სიტუაციას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არის ბოლო დღეებში შექმნილი? საერთოდ ამ სიტუაციის ირგვლივ შეფასებები თქვენთვის ცნობილია, იქნება ეს ევროკავშირი, იქნება ეს ნატო თუ ცალკეული პარტნიორი სახელმწიფოები. გასაკვირველია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისგანაც არის ძალიან უარყოფითი შეფასება იმის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მაგრამ როდესაც მე მას განვუმარტე ჩვენი პოზიცია და ჩვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ, რომელიც არის გაწონასწორებული, მშვიდი და არ ვაძლევთ ჩვენ საშუალებას სიტუაციას, რომ მოხდეს ესკალაცია, მან მოიწონა ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი და დაგვეთანხმა, რომ ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ახლა გაგვაჩნია, არის საერთაშორისო რეაქციის მობილიზება და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ წყნარად და არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას. სხვათა შორის თქვენ სიუჟეტში არ თქმულა, მაგრამ მე ევროკავშირის ხაზითაც მქონდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეს იყო შეხვედრა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ ელმარ ბროკთან, რომელზედაც ძალიან ფართოდ მიმოვიხილეთ სწორედ მსგავსი თემები და ევროკავშირის ევროპარლამენტის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის ასევე კაცრი და ასევე დაგმობილი როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ქალბატონო მაია, მინდა ახლა კიევში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით გკითხოთ, სადაც დღის მეორე ნახევარში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, მთავრობის გადაყენების საკითხი რადაში ჩავარდა. ზოგადად როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ამ სიტუაციის დაძაბვიდან გამომდინარე რაიმე ასახვა ჰპოვოს ამ პროცესებმა საქართველოზე და ზოგადად რა კომენტარები კეთდება მან ბრიუსელში განიხილეთ თუ არა ეს საკითხი მიმდინარე შეხვედრებზე? ამ საკითხს ყურადღება დაუთმეთ სწორედ ელმარ ბროკთან შეხვედრის ფარგლებში, რადგანაც პარლამენტში ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი თემა, რომელზედაც დღეს ევროპის პარლამენტში მიმდინარეობდა მსჯელობა.
არის დიდი შეშფოთება, სხვათა შორის, როდესაც მე ვკითხე კოლეგებს, როგორია თქვენი პროგნოზი, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, თქო, ვერ მივიღე პასუხი, მათ მოვლენების განვითარება ყველა მიმართულებით წარმოუდგენიათ. მოგეხსენებათ, ხვალ საღამოს ჩვენი დელეგაცია მიემგზავრება კიევში, რადგან 5-ში და 6-ში იქ არის ეუთოს მინისტერიალი. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეხლა ყველა მინისტრი, ვისაც ჰქონდა გადაწყვეტილი იქ წასვლა, უნდა წავიდეს და ალბათ ეს არის ყველაზე კარგი ადგილი იმისათვის, რომ გაკეთდეს შეფასებები და გაკეთდეს სიტუაციის ანალიზი და ალბათ ბევრი კოლეგა ისარგებლებს ამ საშუალებით. ჩვენც მივემგზავრებით კიევში, ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები იმისა, რომ შეიძლება ეს მინისტერიალი გადაიდოს, რადგან იყოს სხვათა შორის ლაპარაკი მათ შორის ბრიუსელშიც და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი შეფასებები არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მიეცეს საზოგადოებას სიტყვის თავისუფლად თქმის საშუალება, აზრის გამოხატვის საშუალება და ამავე დროს ორივე მხარე უნდა იყოს ფრთხილად, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, დიალოგმა გადაინაცვლოს კაბინეტებში და გადავიდეს ქუჩიდან დახურულ შენობებში და არც ერთმა მხარემ არ უნდა მისცეს სიტუაციას ესკალაციის საშუალება და რაც მთავარია, არ უნდა იყვნენ დაშავებულები და დაზარალებული ადამიანები. ეს შეფასება ჩვენ გავაკეთეთ კიევში წასვლის წინ, არაფერი არ შეცვლილა ჩვენ შეფასებებში, მე იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება და მართლაც დიალოგის რეჟიმში გაგრძელდება. ქალბატონო მაია, თქვენ ხვალ გეგმავთ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლას. ძირითადად რა საკითხებზე იქნება თქვენს გამოსვლაში საუბარი? ნატო საქართველოს კომისიის ხდომა არის მნიშვნელოვანი მოვლენა ნატოში ინტეგრაციის გზაზე, რადგანაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების თანდასწრებით მე მექნება საქართველოს მიღწევებზე მსჯელობის საშუალება. ჩემს გამოსვლაში მე რასაკვირველია აღნიშნავ იმ პროგრესს, რომელსაც მიაღწია საქართველომ გასული 1 წლის განმავლობაში და ვისაუბრებ სამომავლო გეგმებზეც. იქნება რასაკვირველია საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ISAF-ის შეხვედრა ცალკეა ავღანეთში ჩვენს მიერ შეტანილ წვლილზე და იმ შეპირებებზე, რომელსაც ჩვენ ვუკეთებთ ნატოს სწორედ ამ ფორმატში. მანამდე იქნება ISAF-ის მინისტერიალი, რომელზედაც ყველა ის ქვეყანა გამოვა სიტყვით, ვინც მონაწილეობს ISAF-ის ოპერაციაში, მათ შორის იქნება ჩვენი გამოსვლა, სადაც ასევე იქნება ლაპარაკი უკვე იმ კონკრეტიკაზე, რომელიც 2014 წლის შემდეგ არის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება. მოგეხსენებათ, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, რომ მისიის დასრულებამდე დავრჩებით ავღანეთში და შემდეგ გავაგრძელებთ ახალი ფორმატით მუშაობას. ასე რომ აქ უკვე კონკრეტული საუბარი იქნება. ხოლო ძირითად გამოსვლაში, სადაც იქნება საშუალება, რომ დაისვას კითხვები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, მე იმედი მაქვს, რომ გვექნება საშუალება ძალიან ღრმად ვისაუბროთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, მიღწეულ პროგრესზე. ვილნიუსი იქნება აუცილებლად თემა, მაგრამ აგრეთვე ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ გასული წლის განმავლობაში გავატარეთ. დიდი მადლობა, ეს იყო პირდაპირ ჩართო ბრიუსელიდან ჩვენ შეკითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პასუხობდა.